სიხარულია. ინახა რაღაც იარაღი გემზე რაც გაერკვა და დაგვაპატიმრეს, წამოგვიყვანეს, გაგვიფორმეს საპატიმრებაოდან ემიგრაციაში, მოგვიყვანეს ემიგრაციულ ცენტრის ციხეში. და ესეც კიდე იყო ერთ-ერთი ფილიპინების ყველაზე საუკეთესო ადგილი, რო ვთქვათ. ღმერთის მადლობით ჩვენმა ბატონმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ ბატონმა და ჩვენმა ბატონმა ლევან ახვლედიანმა და საგარეო სამინისტროდან კიდე ბიჭები იყვნენ, გვეხმარებოდნენ, თავი შეიწუხეს ძალიან დიდი. ვეღარ ვხატავ იმ ემოციას, ისე მიხარია და ეს ყველაფერი ჩემმა სახელმწიფომ გამიკეთა, ჩემმა ბატონმა მიშა სააკაშვილმა გამიკეთა, ლევანმა ვარშალომიძემ ის რაც მაგათ გააკეთეს არ ვიცი. დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვენ ყოფილვართ, ეს ფილიპინელები რა ხალხი ყოფილან არ ვიცი, უდანაშაულო ხალხი 7 თვე ზის ბანაკში. სამწუხაროდ გუშინ მოხდა ესეთი ფაქტი, უბრალოდ გუშინ წინ რომ ერთი მეზღვაური გიორგი შავიშვილი კვლავ ბრალდებით ერთ-ერთი კომპანიის ბრალდებით, გემის მფლობელი კომპანიის ბრალდებით დააკავეს. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ დღეს როგორმე გამოგვიყვანა იგი ციხიდან თავდებით. ეს ჩვენი ამოცანა შესრულებულია, იგი გამოვიდა ციხიდან, დღესდღეობით ცხოვრობს სასტუმროში.